გოგოებო, ახლა ჩემთვის გამოვიწერ ძალიან მოკლე შორტებს და მაკმანიან ტოპს ჩემთვის. Diyana, მეც გამომიწერე რაღაცა ცურავ კოსტუმი. კარგი, რომელი? ეს ხო არ ჯობია. მე ეს უფრო მომწონს. გოგოებო, გადაწყვიტეთ. Diyana, შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა ატარო. ხო, კარგი, მაშინ ეს კოპლებიანი. კარგი, დავიმახსოვროთ. ნასტია, შენ რა გინდა? მე კაბა მინდა. კაბა, კარგი. გრძელი თუ მოკლე? მოკლე. კარგი. აბა შეხედე. ეს მოგწონს? ნასტია, შეხედე, აქ კიდე უფრო მოკლეა, ეს აიღე. არა, ეგ ძალიან მოკლეა. კაი, ამას ავიღებ, აი საშუალო სიგრძისას. და Diyana რა გამოდის? ამ ტანსაცმელებს ერთი თვე უნდა ველოდოთ. არა და გარდერობი გასაახლებელი მაქვს. ტანსაცმელები საერთოდ არ მაქვს. ლეილა, კარგი რა, ესენი დღესვე მოვა, დღესვე მოიტანენ. ლეილა, იცი რომ კურიერები არსებობენ და მოტანა შეუძლიათ? ვაიმე, ნასტია, რა თანამედროვე ხარ, ვიცოდით. Diyana, ყურშინ უჩამყვირი თუ შეიძლება. კიდევ რამე გჭირდება თუ ამ საცურავ აუზით უნდა იარო მთელი ზაფხული. კარგი, Diyana, შორტები და კაბაც გამომიწერე. მე საცურავ კოსტუმიც დამიმატე რა, Diyana. კარგი. ნასტია, ეს შენი სტილი არ არის. ნასტიას რამე უფრო ამოღებული სჭირდება, არა? ლეილა, ეგ შენ თვითონ შეუკვეთე. კარგი, გოგოებო, შევუკვეთე, უკვე გამოვიწერე ყველაფერი 2 საათში მოიტანენ. მანამდე რა გავაკეთოთ? შეგვიძლია ვივარჯიშოთ. ლეილა, მაგის გაგონება შენგან მართლა არ ველოდი. ყოჩა, ძალიან კარგი იდეაა. წავიდეთ ვივარჯიშოთ. გოგოებო, დღეს ნახეთ რა კარგი ამინდია. ცოტას ვივარჯიშებთ და ბოლოსკენ გაწელვებს გავაკეთებთ. Yes, რა კაია. ჯანდაბა, პატრიკ, შემომხედე, რა ლამაზი და ფერადი გოგო ვარ და შენ სულ შავებში ხარ, რა არის ეს? ჯიჯი, ამას აღარ გავაკეთებ, მართლა ტანსაცმელს ვიყიდე. ლურჯი უნდა იყიდო. აუ, პატრიკ, ბატუძე ხტუნვა მინდა. ჯიჯი, პარკის ბატუტი აღარ მუშაობს. Diyana's აქვს ბატუტი. მაშინ შენ დაითანხმებ, წავედით. მე მგონი ჩვენი ბიჭები მოვიდნენ. იცოდე, Diyana, თუ სმაილი და ბროვასტი არიან, ბროვასტის ვეტყვი რომ წავიდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ყურადღებას გიფატავს ხოლმე. ხო, კარგი. ჯანდაბა, ლეილა, ჩვენ როდის გვეყოლება შეყვარებულები? აი, ამ ზაფხულს ნასტია აუცილებლად ვიპოვით. პატრიკ, ჯიჯი, მიხარია რომ ხედავთ, მაგრამ დღეს ვარჯიში არ გვაქვს, ხვალ არის. ჯანდაბა, მე მგონი შუბლზე უნდა მივაწეროთ განრიგი. პატრიკ და ჯიჯი, დღეს თქვენ გარეშე ვარჯიშობთ, მარტო ჩვენ. პატრიკ, უთხარი. შეიძლება რომ ჯიჯი ბატუძე არა, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. გოგოებო, თუ უარს ვეტყვით, მე ჯიჯი აღარ მოვა ვარჯიშზე და ხო, ფულიც აღარ გვექნება, მართალი ხარ ნასტია. ჯიჯი, ერთი წუთი დაგველოდე. ჯიჯი, არ გააკეთო, უკვე სირცხვილია, მათ ღობეს ხვირზე ნაგვიდებს. პატრიკ, არ მესმის, ლუზერი ხომ არ ხარ? მიდი, კიდევ ერთხელ დააკაკუნე. კარგი, პატრიკ და ჯიჯი. ჯიჯი, შეგიძლია იხტუნაო, ოღონდ მხოლოდ 9 საათი გაქვს. ხო, მეტი არა და იცოდე, არ შეგვაწყვეტინოთ ვარჯიში. მართლა ძალიან შუმად ვიქნებით. გოგოებო, ეს ზაფხული ჩვენია. ხო, რა თქმა უნდა, Diyana, ყველას გულს მოვიგებთ. Diyana და Diyana, ისედაც ყველას გული მოიგეთ. კალათბურთელები, ფეხბურთელები, ახლა ჩვენს გვაცადეთ. მართალია. გოგოებო, იქნებ თქვენი შეყვარებულები ჯერ არ დაბადებულან. ხო, ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, რატომ ხართ მოუთმენლები? ყველაფერი დამოკიდებულია დროზე. დიმა, ყოველთვის უხერხულ სიტუაციებში მაგდებ, ახლა ჩირლიდერებს უყურებთ. კოსტა, მე რა მაგარია, ჩირლიდერები არიან. დიმა, თუ დაგვინახავენ, იფიქრებენ, რომ გავგიშდით. კოსტა, მომისმენე, Diyana ჩემი ყოფილია, ეგეთ არაფერს არ იფიქრებს, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგია თუ არ დაგვინახეს. გოგოებო, ჩემს უკან დადექით, დავიწყოთ. 1 2 3 კოსტა, Diyana's შეხედე. დიმა, მას რატომ უნდა უყურებდე? მისი ატანა არ მაქვს. კოსტა, კიდევ ერთ სიტყვას იტყვი და ვიჩხუბებთ. ო, მიდი და დაგვინახავე. კოსტა, არ დაგავიწყდეს, ჩუმად. 1 2 კოსტა, მათ ვარჯიშს შეხედე. 1 2 3 მისმინე, Diyana, იქნებ შენ ყოფილთან დიმასთან ერთად ვიყო, პრობლემა ხო არ გექნება? ხო, და მე კოსტასთან ვიქნები, ძალიან დიდი არის და თან კარგად დამიცავს. გოგოებო, რა უცნაურები ხართ? შეგიძლიათ ბიჭების ნაცვლად ახლა ვარჯიშზე იფიქროთ? მობილიზდით ცოტა. მართლა გოგოებო, რა უცნაურები ხართ? სულ ბიჭებზე რანაირად ფიქრობთ? Diyana-სნაირი და ჩემნაირები იყავით. ნახეთ ერთი ვინ საუბრობს. ფეხბურთელებთან უკვე იყავით. მერე დაშორდით, ახლა კალათბურთელებთან ერთად ხართ. მე მგონი ეგენიც მოგბეზრდათ და შემდეგი ვინ არის? ნასტია, არ მესმის, შენ როდიდან გადარდებს ჩვენი ურთიერთობები? ხომ იცი რომ შენი საქმე არ არის?
მართლა ნასია რა განსხვავებაა? ისე დიდი ხანია უკვე ნერვებს მიშლი და ნუ მაბრაზებ. Яна დაწყნარდი, მაგრამ მართალია, გოგოებო, ნახევარსკოლას უკვე შეხვდით თქვენ. თან ყველაზე კარგ ბიჭებს და ჩვენ რა, ცუდები ვარ? ჯანდაბა გოგოებო, რა ნახევარი სკოლა. კარგი, ვხედავ რომ გშურთ, მაგრამ მოდით ახლა ამაზე არ ვისაუბროთ, თორემ ჩხუბს დავიწყებთ. დავაგრძელოთ ვარჯიში. 1 2 კოსტა შეხედე, ლეილა და ნასტია ჩვენს გამოჩხუბობენ. ნეტა ეს დიანა იყო. საერთოდ არ მადარდებს დიანა თუ ჩემთვის იჩხუბებს. კოსტა, რა? არა, ბავშვებო, რა ესე არ მუშაობს? რატომ შედვართ აქ რაღაც ღობესთან? წავიდეთ ან კინოში, ან პარკში. ჯული, როგორი ჭკვიანი ხარ, ესე იგი არ მუშაობ, ხო? შევჭამდი. მე მანქანას ვიყიდიდი, მაგრამ ფული არ მაქვს. ისე მარუსა, შენ ვერ მას ესხებ გოგოები, ცოტას. ყიდულობდნენ ბიჭებს რაღაცებს, პირიქით უნდა იყოს. ეს რანაირი ქუჩაა, ნიშნები არსად არაა და ძალიან უცნაური სახლები. როგორ უნდა გავიყო 66 რომელია? ეს ვინა? ვერ ხედავ კურიერი. ნახინი გვიყიდოს რა. გამარჯობა, ისე თქვენ აქაურები ხართ? მე რა? ვართ. არაფერი, უბრალოდ ამანათი უნდა მიმეტანა, მაგრამ დავიკარგე. აქ არსად ნიშნები არ არის, მაგრამ გონი ვიცი რომ ვიღაც გოგოებმა შეუკვეთეს. აქ კაბებია, საცურაო კოსტუმები. საცურაო კოსტუმები, გასაგებია რა მისამართია? მისამართია 66 გრძელი ვარდისფერი ქუჩა. ეს დიანას სახლია. ის ტანსაცმელებს უყვებით. თუ გინდა ჩვენ მივაწვდით, ჩვენი მეგობარია. არა მეგობრებო, მადლობა, ეს ჩემი სამსახურია, მე თვითონ უნდა მივიდანო, ხო არ იცით სად არის? მეგობარო, უკვე მოსული ხარ, აი ეს შესასვლელი ცოტა შორს არის. მომისმინე, დიანა რო ამანათი სასახებად გამოვა, შეგიძლია ცოტა ფული თხოვო, ნაყინისთვის. კარგით მეგობრებო, კარგები ხართ, მაგრამ მე უბრალოდ ამანათი უნდა მივუდანო. ჩვენ აქვს ხედვართ, ნაყინის ფულიც არ გვაქვს. ხო, და ისინი ტანსაცმელებს უკვეთავენ. რა საშინელებაა? ამ კურიერს შეხედე, არგინა ეს ქუდი წავართვოთ, ყოველ სტაფილოსფერია, როგორც მომწონს. ეს ვინა? მე უბრალოდ კურიერი ვარ, ამანათები მოვიტანე. რა ამანათებია, ვისთვის? ეს არის ლედი დიანასთვის. ამანათი მე მომეცი, მისი შეყვარებული ვარ, მე მივცე. ხო და შეგიძლია აქედან დაიკარგო. არა მეგობრებო, ჩემი სამსახურია, მე უნდა შევასრულო. ლედი დიანას ამანათი ხელიდან ხელში უნდა მივაწოდო. პატრიკ, ზედმეტად ხტუნავ. 2 გოგოებო, მე მგონი კურიერი მოვიდა. წამოიწყარე. ხარა. კოსტა ვარჯიში მორჩა? ხო, დიმა, სულ ეს იყო. ეხლა აქედან უნდა წავიდეთ. კოსტა საკმარისად არ მიყურებ, დიმა უკვე ზედმეტია. დიანას სამუდამოდ შემიძლია უყურო. კარგი, წავიდეთ. გოგოებო, ახალი ტანსაცმელები ჩავიცვათ დღეს და კლუბში წავიდეთ, რა სიტყვით? აუ, კი! ბროვასტის გავაკვირვებ. არა, იანა, ბროვასტი და სმაილი არ გვინდა, მხოლოდ ქალბატონები დღეს. ხო, კარგი, დიანა. ლეილა, გაიგე, კლუბში მიდიან შეყვარებულების გარეშე. ხო, ნასტია, სიმპათიური ბიჭები ჩვენ უნდა დავიტაცოთ პირველი. ხო. ჯიჯი, პატრიკ, დრო გავიდა. ხო, ჩამოდით ახლა, იჩქარეთ. მორჩა ჯიჯი საკმარისია, უნდა წავიდეთ. კარგი პატრიკ, ხოლმე მოვიდეთ, წამოდით. კალად ბუთელებო, თქვენც აქ ხართ? ბიჭებო, დღეს თქვენთან ერთად ვერ ვისეირნებთ, უნდა ვივარჯიშოთ. იანა, მოდი ერთი წამით. დიანა, ამით რას გულისხმობ? შენ მიეცი ამანათი და წადი აქედან. გამარჯობა, თქვენ ლედი დიანა ბრძანდებით. და შენ კურიერი, ისად მოვაწერო ხელი. გოგოებო, უბრალოდ მე ვარ თუ ნაპერწკალი გაჩნდა მათ შორის? კარგით, აი ამას უნდა მოვაწეროთ ხელი. კარგი. თქვენ სახლს ძალიან დიდი ხანი ვეძებ. აქ არის წესით კარგად დასანახია. ძალიან გამიხარდება თუ მეც შევკვეთავთ და თქვენთვის ამონათების მოტანა ყოველდღე მომიწევს. მართლა, გოგოები და მე ყოველდღე რაღაცას ვუკვეთავთ, ამიტომ მართლა ხშირად გნახავთ. უბრალოდ მიეცი ეგ ამონათი და წადი აქედან. სხვათა შორის რა ქვია? ჩემი სახელია მაქსი, სასიამოვნო იყო. კარგი, მაქს, გნახავთ. დიანა, ეს რა იყო? მაქსი იყო. დიანა, ეს რაც არ კიდადი, ვინაა ეს მაქსი? ასე რატომ უყურებ? პრობლემაა, კეთილი და თავაზიანი კურიერი იყო, თან ამანათები მოგვიტანა. ხო, კაბები და საცურაო კოსტუმები. სმაილ, არ მომეწონა ეს კურიერი. ხო, რაღაც უცნაური. ხვალ გნახავთ. კარგად. ხვალამდე. პროუს უნდა დავიჭიროთ და ყველაფერი აუხსნა, ხო, აქ აღარ უნდა მოვიდეს. გაჩერდი.
რა მოხდა? ყველა ამანათი არ მოგეცით? ამანათები არ მადარდებს, მინდა რომ აქ აღარასდროს აღარ მოხვიდე. თორემ ქუდს აღარ დაგიბრუნებთ, გასაგებია? ამანათების მოტანა ჩემი სამსახურია. შეხედე როგორი თავხედია. იცოდე გაფრთხილებული ხარ. კარგი ბროუს წავიდეთ. ერთი ამ გმირებს შეხედე. ჯანდაბა, ხომ ვუთხარით კალათბურთელებს რომ არ გვეცალა და ვარჯიშობდით, რა ხდება? დიანა, იქნებ ბროსტი შემოვიყვანოთ. არა,იანა, ჩვენთან ერთად არავის არ შემოვიყვანთ, მხოლოდ ჩვენ მივდივართ. ხო, სულ ესე ხდება, თქვენ სულ შეყვარებულებთან ხარ, მე და ნასია თქვენი კუდებივით ვართ. კარგი, წამო და ვუთხრათ რომ ვერ წამოვლენ. ყუთები დადე, დიანა. გამოიქეცი, დიანა. ბიჭებო, უკვე ხომ გითხარით რომ მაქს? ვაიმე, ეს მაქსი რა უცნაურია? ხო, არც ბროვასტია, არც მაილიკი. დიანა, სახლში მივდიოდი სამსახურის მერე და ეს ყვავილები ვნახე და შენ მოგიტანე. ძალიან საყვარელია. ჰეი, კურიერო, მომისმინე თავი დაანებე, შეყვარებული ყავს.იანა, გაჩერდი, ჩემი ძლია მოვაგვარო. დიანა, შეიძლება სხვა დროს კიდე და თან დღეს, დიანა, დღეს მხოლოდ გოგოები მივდივართ. ხო, კარგი. დღეს ვერ შევხვდებით. კარგი, დიანა, როგორც შენ. საუბარი თქვენობით კი რომანტიულია, მაგრამ 16-ის ვარ შეგვიძლია შენობით ვისაუბროთ. კარგი, მაშინ გნახავ. კარგად. შევხვდებით. მისმინე ვერ შეხვდებით, შეყვარებული ყავს. დიანა, შევედით. დიანა, ახლა არ მითხრა რომ ეს ვიღაც მაქსი შეგიყვარდა. რა, გოგოებო, რა თქმა უნდა არა. და დიანა, აბა ეს რა არის? ეს ბალახი რატომ გამოართვი? რა ბალახი, ნასტია, ეს მდელოს ყვავილებია, ვერ ხედავ? დიანა, მართლა ვერაფერს ამჩნევ? შევყვარდი. ხო, და დიანა, თუ კიდევ ერთხელ დავინახავ რომ აქ მოდის სმაილს და ბროვასტის ვეტყვი რომ გზა გადაუკეტონ. გოგოებო, გეყოფათ, წადით და გაისინჯეთ თქვენი ახალი ტანსაცმელი, მივდივართ კლუბში თუ არა? კი, მივდივართ. ხო, მეც მალე მოვალ. ჯანდაბა, მაქსი ძალიან საყვარელია, მაგრამ მე ხომ სმაილიკი მყავს, დიანა, რეიფს იძახი. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მე აბა კლუბში უნდა გავიქცე, კარგად? ვაიმე გოგოებო, მაღაზიაში საუკეთესო ტანსაცმელი მე ვიყიდე. ნასია რა? მე საუკეთესოსაც ურაო კოსტუმები ვიყიდე. ჯანდაბა დიანე, მე მგონი მარტო მე და შენ ვართ ადეკვატურები და ნორმალური ზაფხულის ტანსაცმელი ჩვენ ვიყიდეთ. შორტები, ბოტასები. კი, მართალი ხარ ლეილა. თან მე ღია საზაფხულო ფეხსაცმელიც ვიყიდე. ძალიან ცხელა. გოგოებო, გაჩერდით. ეს ის კურიერია? ჯანდაბა დიანა, ამას ზედმეტი ხომ არ მოსდის. გოგოებო, დაწყნარდით, კურიერი კი არა, მაქსია. ეს რა არის? ჩვენ დაგხვდევს? ნასია, შენ კი არა, მე დამსდევს, ვერ ხვდებით? მოვწონვარ. გოგოებო, მოდით ჩავუაროთ, ისე ვითომ ვერ დავინახეთ. დიანა, გამარჯობა. ჰეი, კიდევ ერთხელ იტყვი გამარჯობას და აქედან გაგაგდებთ. არ ფიქრობ, რომ ზედმეტია ვიღაცის სახლთან ლოდინი? ხო, იცოდე მორჩა, ბიჭებს დავუძახებთ. გოგოებო, პირი მეც მაქვს, მე შემიძლია პასუხისგაცემა. მაქს, გამარჯობა, აქ რას აკეთებ? გამარჯობა დიანა, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. მაქს, საჩუქარი ჩემთვის რა საყვარელია. ჰეი, მომისმინე კურიერო ბიჭო, აქ მეორედ კიდევ თუ გამოჩნდებ, იცოდე სმაილს ვეტყვი ყველაფერს, ეს დიანა შეყვარებულია და მკვდარი იქნები. ნასტია, აქ არ უნდა ვიყოთ, წავიდეთ. დიანა, შეიძლება უბრალოდ რამდენიმე სიტყვა გითხრა შენი გიჟი მეგობრების გარეშე. რაო, გიჟი მეგობარიო? ჰეი,იანა, დამშვიდდი, მე თვითონ გავუმკლავდები, წადი. გისმენ, მაქს, რა მოხდა? დიანა, ეს შენი საჩუქარია, მაგრამ ჩვეულებრივი არა. მაქს, მისმინე, მართლა ძალიან მიხარია საჩუქარი რომ მომიტანე, მაგრამ არ ფიქრობ, რომ ცოტა ცუდი არის აქ ჩემს სახლთან რომ დგახარ საჩუქრით ხელში. ჩემო შეყვარებულმა რომ დაგინახოს, პრობლემები გაგიჩნდება და ეგ მართლა არ მინდა. ანუ ჩემს საჩუქარს არ აიღებ? პატრიკ, ნახე როგორი ზედამაცვია, საზამთროები ახატია, აბა მოგწონს? კი, ჯიჯი, შენ ბომბი ხარ. და მე მალე საცურაო სეზონს გავხსნი, უკვე ვიყიდე კოსტუმი, ჩემი თმისნაირი ზუსტად. ხო, ჩემი საცურაო კოსტუმი დრედების ფერებშია, ვარდისფერი და ლურჯი. არტემ, არ მომწონს, როდესაც შორტები გაცვია, შენი ფეხები ჩემთან შედარებით ზედმეტად გამხდარია. მარუსა, ასე ინსპირაციის წყარო გაქვს. 2 წამი. ამას თქვენც ხედავთ? ეს ვინ არის? დიანას ახალი შეყვარებული? კალათბურთელმა ამაზე იცის? კარგით რა, მისი შეყვარებულები რატო გადარდება? არა, პატრიკ, ეგრე არ ხდება, სმაილს უნდა დავურეკოთ და ყველაფერი ვუთხრათ. ხო, ჯიჯი, მიდი დაურეკე, დიანა ზედმეტები მოსდის და ბიჭები მაინც დასდევენ. დიანა, აღარ შეწყვეტ ამ კურიერთან საუბარს? ხო, ვერ ხვდები რომ პრობლემებს შენ თვითონ იქმნი. მორჩა, შემოდი სახლში, ახლავე. ძალიან დიდი მადლობა, მაქს.
ხომ არ შემოხვიდოდი ჩვენთან ერთად ჩაიზე? მართლა შეიძლება? კი, შემოდი, ჯანდაბა მძინავს, სახლში ეპატიჟება? ჯანდაბა საშინელება. გოგოებო, მგონია რომ დიანა და სმაილი კი დაშორდებიან, ალბათ. გოგოებო, რა პრობლემაა? შეიძლება ჩემს სახლში შევიდე მაგსთან ერთად და ყბები აწიეთ იატაკიდან. ხო, გოგოებო, ჩამოყარით ყბები. წავიდეთ, ჩაი დავლიოთ. დიანა, გვაჩვენე რა საჩუქარი მიდი? იქნებ მის თვალწინ არ გავაკეთოთ. ვის ადარდებს დიანა, მიდი? ხო, საინტერესოა. დაც არიელია. ღმერთო ჩემო და შენ ჩაიზე დაპატიჟე, მის სახელს არც კი ვახსენებ, მაპატიე. დიანა, ასეთი ბიჭი რას შეგჭირდება? ხო, იმედები გაგიცრუა. ისე საერთოდ არაა ცარიელი, იქ ჩემი სიყვარული დევს. მაქს, ძალიან საყვარელია, ასეთი საჩუქარი ჩემთვის არავის მოუცია. დიანა, იცოდე, მე შენთვის ჩაი და დარიჩინის ფუნთუშაც ვიქნები. ვაიმე, გოგოებო, ჩემ გულს მოიპარავს. დიანა, ღმერთო ჩემო, წინა საუკუნიდან არის. ხო, მე მგონი ზედმეტ დრამას და სერიალს უყურა. არა, ეს ბიჭი უბრალოდ შოუს დგამს დიანასთვის, ვერ ხვდები? გოგოებო, კარგით რა, რომანტიულია, წამოდით. ამ კურიერ ბიჭს აქედან გავაგდებ, არ შეიძლება რომ დიანასთან იყოს. ხო, ისე გულწრფელად რომ თქვათ, მე არასდროს შევხვდებოდი კურიერს, მე კარგი ბიჭი მჭირდება მანქანით. ნასტია, მოტოციკლიანი ბიჭიც კარგია ჩემი აზრით. სმაილ, მიდი გვიპასუხე. ბავშვებო, არ პასუხობ. ჯული, მაშინ ბრაუს დაურეკე. ჯანდაბა ბავშვებო, გჯერათ რომ დიანას ასეთი რამის გაკეთება შეეძლო, კურიერი შეუყვარდა. ვაიმე, ხო, კალათბურთელი ფანჯრიდან ისროლა? იცით ბავშვებო, კურიერს მე არასდროს არ შევხვდებოდი. ჩემი ვარსკვლავი ხარ. რატო განიხილავთ ამ კურიერს ასეთ ცუდად? კარგი ტიპი ჩანს, ამონათები მიაქვს, ფულს შოულობს. გახსოვს მარუსა, მაშინ შეგიყვარდი, როდესაც ბანანის კოსტუმი მეცვა და ბუკლეტებს ვარიგებდი. ჩუმად ბავშვებო, ბროასტი რეკავს. გამარჯობა, ბროასტი, სმაილი შენთან ახლოს არის? ტელეფონი მიაწოდე, მართლა სერიოზული ამბავია. ჯული, ყველაფერი უთხარი, რომ დიანა ხის ქვეშ იდგა იმ კურიერთან ხო, თან სასიამოვნო დუღიმის. მარიუსაშ, სმაილ, დიანამ თქვა, რომ ახლავე უნდა დაურეკო. აი, ახლავე ამ წამს გამითიშე და დაურეკე. ჯული, უბრალოდ უთხარი, რომ დიანას მისი ნახვა ძალიან უნდა. ხო, და სმაილ, დიანას შენი ნახვა ძალიან უნდა. როდი შევხვდით? 10 წუთის წინ და გითხრა რომ გვეთქვა ეს ყველაფერი. ჯული, რაო? ამხელა ამბავი, რატო შექმენით? ახლა დიანას სმაილთან პრობლემები ექნება. ისე კარგი იქნებოდა ეს, რომ ტელეფონით გადაგვეყო დიანას პრობლემები სმაილთან. ხო, დიანა შარში გაეხვევა, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ჯული, მორჩა, ჰეი, ჯიჯი, ადექი მაქედან, ახლა მე მინდა, ბანანო, დამატრიალე. ოე, მე ბანანის კოსტუმი მეცვა, ბანანი კი არ ვარ. ბანანო, გამაკატავეთქო. მარუსა, შენთვის ზედმეტად პატარაა, ბეჰემოდი კიდევ უფრო დიდი გახდა. ჯანდაბა ჯერ კალათბურთელი იყო, ახლა კიდე ეს კურიერი. დიმა, შენ ადგილას დიანას საერთოდ დავივიწყებდი, ჩვენ ახალი შეყვარებულები უნდა გვეპოვა, მაგრამ მთელი ზაფხული ამ ბუჩქებში ვზივართ. კოსტა მთელი ზაფხული არა, დღეს ვიჯდებით ამ ბუჩქებში, თორე ხვალ დიანას ოთახიდან შევხედავთ. დიმა, უკვე შენი საქციელები მაშინებს, მგონია რომ გაგიჟდები. შეხედე კოსტა, ჩაი მიაქვს მისთვის. მისმინე, მაქს, რამე გითხარი შენ თავზე, დაანძმა ხომ არ ყავს? ან, რავი, მეგობრები? ნამდვილად არა. გოგოებო, გაჩერდით, მაქსი თვითონ გვიპასუხებს. სიმართლე რომ გითხრათ, მეგობრები საერთოდ არ მყავს. ისინი არის მჭირდებიან, ყველა მაინც მოღალატეები არიან, მაგრამ თქვენ ხომ მყავხართ? მაქს, დიანა, შარში ხარ, მაგარ შარში ხარ. დიანა, შეიძლება 1 წუთი დაგელაპარაკო? კი, რა ხდება ნასია? დიანა, ვერ ხვდები რომ ყურში ზეც გასხავს? აუცილებლად უნდა წავიდეს აქედან. ნასია, გავიგე რომ ცოტა უცნაურია, მაგრამ ხო ვერ გავაგდებ? ცოტა უცნაური? მაქს, მომისმინე, დალია შენი ჩაი და წადი აქედან. ხო, თორე მართლა ძალიან დიდ ჩარში გაეხვევი. იცი ვინ არის დიანას შეყვარებული? ბოქსერი არის. ლეილა, ბოქსერი? ხო, იანა. ხო, რა თქმა უნდა და მისი მეგობარი ბროვასტიც ბოქსერი არის, რა თქმა უნდა. ჩემი შეშინება კიდე ბოქსიორების არ მეშინია. მე ჩემი დიანასთვის დავიტანჯები და ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთო ჩემო, დავიღალე. მეც თან გაიგე დიანასთვის იბრძოლებს თურმე. გოგოებო, ცოტა მოსაწყენია აქ. მუსიკას ხომ არ მოусმინოთ? იცით გოგოებო, არანაირი აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს. დიანა, შენი მეგობრები ცუდი ადამიანები არიან. გირჩევ რომ მათ აღარ ემეგობრო. როდესაც წასულიყავი ვიღაც ბოქსერით მემუქრებოდე. ჯანდაბა გოგოებო, დიანა რა? გოგოებო, ვინ ბოქსერი? მეც მითხარით რა? ნასტია, მოგვიანებით. ბრაუს, მანამდე კარგად უნდა გავხურო, მიდი. ოე, ჩემზე კი არა.
ბრაუს, უნდა გავხურდე, უნდა ვაჩვენო როგორაა ყველაფერი. ხო, კარგად გახურდი და კურიერს შესაბამისი პასუხი გაეცი. ხო, ბროვასტი, მიდი შენ კი ზერი გამიხურე, მანამდე კიდე დარტყმაში ვივარჯიშებ, რომ ძირს კარგად დავაგდო. სმაილ, მე შენს გვერდით ვარ. მოკლედ, მაგის წინ მივალ და ვეთქვი, კურიერო, ეს ბოლო დღეა, როდესაც აქ ხედავთ და მე პირდაპირ სახეში ჩავარდღავ. ხო, და თუ იანას გახიდავს, მე მეც მოვკლავ. ბრაუს, იცოდე, კარგად გამახურე, მზად უნდა ვიყო. მორჩა მეგობარო, მზად ხარ. ხო და წამოდი ბრაუს. მაქს, ძალიან დიდი მადლობა ასეთი უჩვეულო საჩუქრისთვის. მართლა ძალიან გამიხარდა რომ დღეს გნახე. დიანა, ჩემი საჩუქარი მართლა მოგეწონა? მაქს, ვერ გაიგე, ნახვამდის. დიანა, მადლობა ამ ჩაისთვის. იცოდე, ხვალაც იგივე ხის ქვეშ ვიდგები, უბრალოდ ახალი საჩუქრით. მისმინე, მაქს, ძალიან კეთილი ხარ, მაგრამ ყოველ დღეს საჩუქრები არ უნდა მაჩუქო. მაქს, შენი არარსებული საჩუქარი აქ არავის აინტერესებს. აი, ალმასის ბეჭედი ან სამაჯური კიდევ ხო, მაგრამ შენი სიყვარული, რა ვიცი. ჩვენ ჩირილდერები ვართ და მხოლოდ მაგარ ბიჭებს ხვდებით, შენ კი არა. ნასია დამშვიდი, ეგ უზრდელობა იყო. აი აქა, წამოდი სმაილ, ახლა ვევაჩვენებ. დიანა, ვინმე დაპატიჟე? სმაილ, ბროვასტი, აქ რას აკეთებთ? ბიჭებო, ზუსტ დროს მოხვედით. ხო, ძლივს, გააგდეთ ახლა ეს მაქსი აქედან. აი, გოგოებო, ახლა აქ მოსასვლელი გზაც დაავიწყდება. სმაილ, დაწყნარდი, მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი. ეს მაქსი არის კურიერი, ჩვენთან ერთად ჩაიდალია. ჰეი, შენ, ჰეი! რა პრობლემა გაქვს? დიანა, შემთხვევით შენ სხვა უყურებდი ამას და იღიმოდი. დიანაც უყურებდა და იღიმოდა. გოგოებო, ბროვასტი არ არის მართალი, ყველაფერს აგიხსნი. სმაილ, დამშვიდი, ეს უბრალოდ მაქსია. მაშინ ამიხსენი, რატო არის მაქსი შენ სახლში და ასე ახლოს რატო დგას? მაქსი მიდიოდა, მაქს, გნახავ? სმაილ, აუხსენი ამ კურიერს, რომ აქ ვეღარ დაბრუნდება, დაგვალა მაგის მასაჩუქრებმა. ხო, ცარიელმა ჩანთებმა. გოგოებო, გაჩუნდი. ესე იგი ჩემ შეყვარებულ საჩუქრებს ჩუქნი. სმაილ, დაწყნარდი. კოსტა, ეს კარგი მომენტია, რომ სახლში შევიდე და იქიდან უყური. იმა, ბოლომდე გაგიშდი? კოსტა, ბუჩქებში ჯდომას ხოჯობს, წავიდა, იმ ოთახში რამდენი ხანი უნდა დავრჩი, რამდენიც დაგჭირდება. კარგი სმაილ, დაწყნარდი, მართლა, უბრალოდ მაქსია, არაფერი მიფიქრია, უბრალოდ საყვარელია და უცნაური. თან მაქსი მიდიოდა, არა მაქს? კი, მაქსი მიდიოდა, სამუდამოდ. დიანა, კარგად, ხვალ ხო იცი, იგივე ადგილას დაგველოდები. წადი აქედან. სმაილ, შეიძლება დაგელაპარაკო? კი, შეიძლება. ბროვასტი, როგორ მიხარია, რომ მაქსი გააგდეთ? იანა, ესე იგი დარწმუნებული ხარ, რომ მას არ უყურებდი? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბროვასტი. დიმა, სად? კოსტა, გამომყევი. კარგი სმაილ, ახლა ყველაფერს აგიხსნი ჩირილდერების გარეშე. ეს უბრალოდ მაქსი არის, ბიჭი, წესიერი, ცუდი არაფერი გაუკეთებია, არც მე. დიანა, იცოდე, ყველაფერი ამიხსენი, თორე ჩვენი ურთიერთობა დამთავრებულია. სმაილ, სადმე სხვაგან წავიდეთ, თორემ ჩირილდერებს ყველაფერი ესმის, ყოველთვის ხო, გვისმენენ. მიდი, ამიხსენი, გელოდები. წამოდი. კოსტა, მიდი დაიმალე, დიმა და სად? ამ კარადაში. აქ ვერ შევეტევი, კი, შეეტევი, მიდი. არა, ვერ ვეტევი, მიდი. დიმა, აქ სუნთქვაც არ შემიძლია. კოსტა, იცოდე, მან დიყავი და არაფერი გააგე. კოსტა, ჩუმად, დიანა და სმაილი მოდია. ხო, გასაგებია. სმაილ, ახლა ყველაფერს აგიხსნი. დიანა, მიდი, გისმენ. მისმინე სმაილ, მაქსი არის ჩვეულებრივი კურიერი, მომიტანა ამანათები და მე მგონი შევუყვარდი, მაგრამ მე არაფერში მჭირდება. დიანა, ის რაში გჭირდება? რატომ ჩუქნის საჩუქრებს და სახლში ჩაის რატო სვობს? სმაილ, ცარიელი პარკი მომცა და მითხრა, რომ მისი სიყვარულით იყო სავსე. სიყვარული? სმაილ, მაქსი არ მჭირდება, შენ მიყვარხარ. მართლა? ხო. დიანა, იცოდე, შენ კარადაში ვცხოვრობ და გიყურე. დიმა, ამას რატო აკეთებ? აქედან გამოსვლა მინდა. კოსტა, ჩუმად, ამაზე მერე ვილაპარაკებთ.